მას შემდეგ, რაც 22 წლის საბამ ბიონარკოტიკის მოხმარება დაიწყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარეს და მისთვის ბიოზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა არც ისე იოლი აღმოჩნდა. სანამ ბიოს მოწევას დავიწყებდი, მანამდე ვეწევდი მარიხუანას, ეგრეთ წოდებულ პლანს. შემდეგ მარტივი გახდა ბიოს მოძიება, ანუ იწევდით ხოლმე ბიო გამოვწია, თითქოს არაფერი ვერ იგრძნო, მაგრამ შემდეგ ძალიან ცუდად გავხდი. გულის რევის შეზნება დამეწყო. ფეხზე ავდგებოდი. სუნთქვა გამიჭირდა. მე უკვე ძალიან მივეჩვიე და დავიწყე. რამდენიმე წუთიანი სიამოვნება ჯანმრთელობის სანაცვლოდ. ლეგალურმა ნარკოტიკმა, რომლის შეძენაც ინტერნეტის მეშვეობით სულ რაღაც $50-მდე შეიძლება. ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბიონარკოტიკი საქართველოში 2006 წლიდან გამოჩნდა და დღესდღეობით მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ნარკოტესტი მას არ აჩვენებს. ბიოაქტუალური იმიტომ გახდა, რომ ადვილად ხელმისაწვდომი იყო. მოგეხსენებათ, რომ ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკები აღარ მოიპოვება საქართველოში. ამის გამო ის მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ნარკომომხმარებელია ან ნარკოტიკებით ირთობს თავს, ის გადავიდა ან კუსტარული სახით სახლში დამზადებულ ნარკოტიკებზე, ან კიდევ ამ ბიოზე, ბიოსპაისები, ბიოსმოუქები, რომლებსაც პირდაპირ ინტერნეტით იწერდნენ. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც იყო იგივე გადმოხტომის ასეთი განცდა აქვს, ბევრს უთქვამს, რომ თითქოს სული ამოდის და ვიხჩობი და მირჩევნია, ახლა გადავხტე აქედან და რაღაცა მოვიტეხო, ვიდრე აი ამას გაუმკლავდე. 2013 წლის ზაფხულსა და დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 9 ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ბიოსა და სპაისზე შევიდა ინიციატივა 9 მათგანთან დაკავშირებით, რათა განსაზღვრულიყო ოდენობები. თუმცა ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მთელს მსოფლიოში იმდენად სწრაფად ვრცელდება ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები უმცირესი ქიმიური რეაქციების შედეგად, რომ ფაქტობრივად დაახლოებით 350 მათგანი არის ცნობილი ევროკავშირის მასშტაბით და ამ 350-დან ძალიან მიზერულ ოდენობაზე არის ეს ლაბორატორიული სტანდარტები დადგენილი. ბიონარკოტიკი სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ფსიქიკური აშლილობის გარდა სხვა უამრავ დაავადებასაც იწვევს. ბიოსთან მიმართებაში ზუსტად ეს არის, რომ ეს არ აღიქმევა როგორც ნარკოტიკი, აღიქმევა როგორც რაღაც გართობის საშუალება. ამ დროს ეს არის სინთეტური, ძალიან მძიმე ნარკოტიკი, რომელიც სulis ცნობიერებას, ფსიქიკას ადამიანები ხდებიან ძალიან მალე მასზე დამოკიდებულები, იმიტომ რომ რეალურად არის ძალიან ასე ვთქვათ ხატოვანი და ხანდახან შემაშინებელი ჰალუცინაციები, მძიმე ფორმის განსვლა რეალობიდან. ამ ადამიანებს მოწონთ ესეთი მდგომარეობა, ძალიან მალე ხდებიან, მაგრამ შემდგომ ძალიან მძიმე ასე ვთქვათ შედეგებს ვიღებთ. ადამიანები ნარკოტიკზე დამოკიდებულები იმიტომ ხდებიან, რომ ადამიანებს აქვთ სტრატეგია რეალობიდან გაქცევის. მე ესე ვიტყოდი, უფლის ადგილას ვისაც ან რასაც დააყენებ, იმისი მონახტები. ან სრულიად კარგავს ადამიანი თავისუფლებას. საინტერესო ახალგაზრდების აზრი, იციან თუ არა რა შედეგს მოუტანთ ბიონარკოტიკის მოხმარება. სიმართლე რომ თქვა, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ კარგს ვერაფერს მოიტანს, ამაში ეჭვი არ მეპარება და რასაკვირველია ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს მათი მოხმარება. ჩემ თაობაში ძალიან გავრცელებული არის ეს ბიონარკოტიკები. ინფორმაცია რაც ტელევიზორიდან მესმის, ამ ბოლო დროს რომ გადის რეკლამები, ეგ ინფორმაცია მაქვს, რომ ფსიქიკურად შლის ადამიანებს და ანგრევს. ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება. ამ სლოგანით 24 მარტს ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო, რომლის მიზანი ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს გააცნო კამპანია, რომელიც ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩემი აზრით, ესეთი შეხვედრები ძალიან
კარგი არის და თუ ხშირად იქნება მოხალხეები ვიქნებით ყველა და აუცილებლად აქტიურად ვიქნებით ჩართულები ამ ანტინარკოტიკულ კამპანიასთან ბრძოლაში. როგორც საშუალება ჩვენი აზრით დაგვაფიქსირებინა, რაც ანუ აქტიურად მოისმინა ამ ადამიანმა, დარწმუნებული ალბათ გარკვეული რეკომენდაციებიც მიიღო, რაც მომავალში გამოადგება და გაითვალისწინებს მომავალ საქმიანობაში. ფსიქიკური და ფიზიკური დეგრადირება, ილუზიაში ცხოვრება, კრიმინალური ქმედებისა და სიცოცხლის საფრთხის მწვავე მდგომარეობაა, რომელსაც ნარკოტიკის მომხმარებელი საკუთარ თავსა და საზოგადოებას უქმნის. შეეხება დასჯადობას, ანუ ის 9 ნივთიერება, რომელზედაც ჩვენ რომლის იდენტიფიცირებასაც ვახდენთ ადამიანის სხეულში, ადამიანის ორგანიზმში, ეს კვლავ რჩება კრიმინალიზებული და შესაბამისად სისხლის შესაბამისი ნორმები მათზე ვრცელდება. პირველი გასინჯვა ხდება სწორედ ფატალური, საბედისწერო ადამიანისთვის და რომ არ გასინჯონ, ამიტომ უნდა იყვნენ ინფორმირებულები, ამიტომ კარგად უნდა იცოდნენ, რასთან აქვს საქმე და მე ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქცევაზე ყოველთვის. მან უნდა განჭვრიტოს რა მომავალი აქვს, თუ კი ვთქვათ, აი ამ საქმიანობას მიიღო ხელი. სად აღმოჩნდება, რას დაკარგავს. მე როგორც ექიმმა, სახელმწიფომ, როგორც განათლების სამინისტრომ, იგივე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფო სტრუქტურამ უნდა ეცადოს, რომელსაც ეს ევალება და ვის კომპეტენციაში შედის, ხო, უნდა ეცადონ, რომ ადამიანებს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, მან არ აიღოს ეს ინფორმაცია ქუჩიდან, ვიღაცა იგივე ტიპის მომხმარებლისგან, რომელსაც არ აქვს სწორი ინფორმაცია და შემდგომ იმან უნდა გააკეთოს არჩევანი, მას უნდა ესეთი ტიპის ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ თავზე თუ არა. ნარკოტიკი კაცობრიობის საუკუნოვანი პრობლემა. სახელმწიფომ ნარკომანიის შესამცირებლად მიზანი დაისახა, რომელიც საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს. მე უკვე ჩავერთე ამ კამპანიაში, ახლა შენი დროა.